მოგესალმებით, ჩვენ განვავრცელოთ ჩვენს ტრადიციულ გადაცემას. ჩვენთან სტუმრად არის სამხედრო ექსპერტი, გენერალ-მაიორი ტრისტან წითელაშვილი. მოგესალმებით კვლავ, ბატონ ტრისტან. მოგესალმებით, ბატონ გუბას. სასიამოვნოა, რომ ისე ხვდებით ჩვენ ერთმანეთს, ვინაიდან ეს პოლიტიკური პროცესები არ ცხრება, სულ უფრო მწვავდება. მოგეხსენებათ შიდა პოლიტიკური ვითარება როგორია და ეხლა ამას მე დეტალურად აღარ გავშლი, არც საერთაშორისო პოლიტიკაშია მთლად საქმე კარგად. არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ხომ ორგანიზაციებს შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის და ამის ფონზე ვფიქრობ, რომ ჩვენი დიალოგი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება, ვინაიდან ისეხება აი ამ გარეპოლიტიკურ საკითხებს, შიგა პოლიტიკურ საკითხებს და ალბათ ჩვენი მაყურებელიც ამ საკითხებით დაინტერესდება. ბატონ ტრისტან, აი ამას წინა თქვენ იყავით ვარშავაში, ხომ და საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ თქვენმა სტუმრობამ, იყო ინტერვიუები, იყო შეფასებები და აი რომ მოგვიყვეთ უფრო დეტალურად და არსობრივად რა მოხდა, რაზე იყო შეხვედრა, რამ განაპირობა და რა შედეგებით დასრულდა. კიდევ ერთხელ ბატონ გუბას მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, სრულიად საქართველოს. მადლობთ მოწვევისათვის და მადლობა იმისათვის, რომ თქვენ მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი წამოწიეთ ახლა თქვენ გადაცემაში. დიახ, მე ვარშავაში ვიყავი და აქედან გამომდინარე, ჩემი წასვლის მიზეზიცაც გეტყვით, რატომ ვიყავი მე ვარშავაში და რა იყო ჩემი იქ ყოფნის მთლიანად მთელი, ესე იგი, შემადგენელი მოქმედების ნაწილი. მოდი ცოტა უკან გადავიწიოთ და უთხრათ მაყურებელს, მე დიდი ხანია მუშაობ და ვაწარმოებ დამოუკიდებელ გამოძიებას ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე. და ხო ეს როგორც სამხედრო სპეციალისტი, სამხედრო ექსპერტი, მე ამ წლების მანძილზე 2008 წლის აგვისტოს ომის შესწავლის პროცესები, შემდგომ როდესაც ის უკრაინაში წავიდა, გაიქცა აქედან და ევაკუაცია მოახდინეს სპეცსამსახურებამ მისი და გადაიყვანეს უკრაინაში და მაიდნის პროცესები და თქვენ ალბათ გახსოვთ, პირველი მე ვიყავი, რომელმაც გავაკეთე განცხადება, რომ სააკაშვილის მიერ ჩაყვანილმა ზონდერებმა და ესე იგი და იმ სნაიპერებმა მოახდინეს მომიტინგების ლიკვიდაცია და დასტურდა ესეც და ჩვენ უშუალოდ ამ სნაიპერებსანაც ჰქონდა კონტაქტები და ვისაუბრეთ ამის შესახებ და შემდგომ იტალიის ტელევიზიამ გააშუქა ეს, შემდგომ BBC-მა გააშუქა და ასე შემდგომ ეს ჩვენებებიც კი ვიცეს ამ სნაიპერებმა უკვე ბოლოს, როდესაც უკვე მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა თვითონ შემკვეთიდან, ანუ სააკაშვილიდან და მისი გარემოცვიდან უკვე ჩვენებებიც კი ვიცეს უკვე საგამომძიებელო კომიტეტს ბელორუსიაში თუ როგორ რა დავალებით მოქმედებდნენ ისინი და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი მთლიანობაში სწორედ აი ამ შესწავლას ამ სამხედრო დანაშაულებებისას. ნუ ახლა თავისთავად ცხადი არის აქ სააკაშვილი როდესაც იყო პრეზიდენტი, მაშინაც ხმები კი არ იყო, შეიძლება თქვენ საზოგადოებაში გავცილდეს, მაგრამ რეალურად ასეც იყო და პირადად მე თვითონ ავარ ჩემი თვალით ვაგდახული, როდესაც დაინციხეზე საჯელს ვიხსნი და სააკაშვილის პირადი პატიმარი და პოლიტპატიმარი ვიყავი, როგორ ვაჭრობდა სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოსი ადამიანთა ორგანოებზე და ეს ერთ-ერთი ეს მართალია. კი, მართალი არის. მართალია. დასტურდება, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი მწვავე განცხადება. ადამიანები არიან გაწოლილი. არა, მოარული ხმები კი დადის და იციან, მაგრამ ფაქტები და დადასტურება თუ არის მაგის. კი, დაზარალებულებიც არიან. რამოდენიმე ქალბატონი, რომელიც არის დაზარალებული და ამოაჭრეს ორგანო და პირდაპირ ეხლა რა იყო, მე გეტყვით კაცო, იქ რატო არ არის მაშინ სისხლის აღმართლის საქმეში წარმოება? იცით რა არის იმ დროს ხო, იმ დროს ეხლა ვინახავ? არა, ეხლა. ხო, ეხლა ხო მაგის გეტყვით, მაგასაც მოგახსენებთ ეხლა. ანუ ესე იგი მაშინ ხდებოდა ეს იყო ეს და რეალურად ხდებოდა, რომ ის იქ გლდანის ციხეზე ესე გაიხსნა ეგრეთ წოდებული პატიმრების სამკურნალო დაწესებულება, ჩაკეტილი მთლიანად
სადაც სივრცე არის აბსოლუტურად იქ არავის აბსოლუტურად არ ამოწმებს არანაირი საერთაშორისო იქ მონიტორინგი არ ხორციელდებოდა ამიტომ ისინი ახსნებს ეკეთებდა მე ხშირად პირადად როდესაც საკნიდან აი ეს ჩემი თვითონ მე დეკორპუსი ისეთ ადგილას იყო განთავსებული ხო ნებისმიერი შემომსვლელი ციხის ტერიტორიაზე იქ უნდა გაელო დეკორპუსის მარცხენა მხარე ხო და მათ შორის სანდრა რულოსი ხშირად შემოდიოდა და იმის უკან იყო შემდგომ ეს სამკურნალო დაწესებულება და სანდრა მათ შორის ხშირად შემოდიოდა თანხლებ ჯგუფთან ერთად აი ამ ციხის ავადმყოფოზე შემდგომ ახლა იქ ხო ის ინფორმაცია როგორ უცებ გადის ხო შემდგომ ახლა თვითონ პატიმრები ამბობდნენ და მეც უკვე დავწმუნდი იმაში რომ მართლაც ასე იყო იმიტომ რომ ციხის ავადმყოფოზე გადასვლა არც ერთ პატიმერს არ გსურდა და ვცდილობდით რომ ავად არ გავთარიყავით რადგან იქ უკვე თუ მოხდებოდი საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდებოდი და რას ამოგაჭირდა ხო ასეც იყო და სპეცმანქანაც შემოდიოდა სპეცმანქანაც რომელიც სპეცმანქანასაც გაქონდა ორგანოები ხო ახლა რატო ვამბობ ამას მე და რატო ესე იგი გავაკეთე შესავალი რატო გავაკეთე ამისა ნუ შემდგომ როდესაც სააკაშვილი წავიდა გაიქცა უკრაინაში და თავისი ესე იგი ეს თელი გარემოცვა თელი ეს თავისი ზონდე და ჯგუფები და ეს ყველა იქ გაყვა გადაიბარგეს იქ ეს ფაქტი სახეზე არის შემდგომ მინისტრები გახდნენ და რა ვიცი ეს უბრალოდ მინისტრები გახდნენ მათ შორის კვიტაიშვილი გახდა ჯანდაცვის მინისტრი თუ გახსოვთ კი ჯანდაცვის მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი და რა ვიცი თელი ეს ხატია დეკანოიძე იქ საპატრულო პოლიციის ისე რა ქვია ხელმძღვანელი გახდა და უბრალოდ თანამდებობები დაერიგეს ამათთან და რა მოხდა ახლა თვითონ ამ ბიზნესმას გადაინაცვლა უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ამ ადამიანის ორგანოების ვაჭრობის ბიზნესმას გადაინაცვლა კი აბა იმიტომ რომ ახლა აქ უკვე მაგი ვეღარ გააკონტროლებდა მას იგი იმიტომ გაქცეული იყო აქედან ხო ახლა ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და ამიტომ ახლა ციხის საავადმყოფოზე გამორიცხული იყო რაიმე ტიპის სახის ოპერაცია ხო ოპერაცია გააკეთებიათ მათ და ეს ყოფილიყო შეფუთული და ვერ გაეგო ახალმოსულ ხელისუფლებას ხო და ამიტომ ამ ბიზნესმა გადაინაცვლა უკრაინაში და ამიტომ იყო რომ მათმა თავიანთი კანდიდატი და თავიანთი ისა რომ მეტყვი გუნდის წევრი კვიტაშვილი დანიშნეს იქ ჯანდაცვის მინისტრად მაგრამ სხვადასხვა ის ძალიან სწრაფად გადადგა თავმდაბლობიდან იქ იმიტომ რომ როდესაც ამ ბიზნესმა დაიწყო იქ უკვე განვითარება და ამას აკონტროლებდა სანდრა რულოსი იქ უკრაინაში და ხდებოდა ადამიანის ორგანოებზე ვაჭრობა ხო რა იყო პირველი მაიდნის შემდგომ როდესაც მოვიდა პოროშენკო ხელისუფლებაში ხო იქ შეთანხმება იყო ამერიკელებთან და დათქმა იყო რომ სააკაშვილის რამოდენიმე ადამიანი დანიშნული იყო თანამდებობებზე და იმიტომ რომ მათმა მიიღეს ამ რევოლუციაში მონაწილეობა და გადანაწილებული იყო ყველაფერი და ამ აიდნის შემდგომ უკვე აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით დაიწყეს მოქმედება აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით გაიხსნა რამოდენიმე სამკურნალო დაწესებულება სადაც ხდებოდა ამ სამკურნალო დაწესებულებებში ადამიანის ორგანოებზე ვაჭრობა და ნუ იქ მთელი ეს პროცედურები დაიწყო გაუჩინარება ადამიანებმა ბაშოვის რუსულენოვან იმაში ხდებოდა ხშირ იმაში აი მასალები სად არის ბატონო გეტყვით ახლა მე მაქვს მასალები კიდო იქაური მასალები მაქვს მე ნახეთ ახლა რა მოხდა მე დაიწყეს ჯგუფების შექმნა რომელიც ჯგუფებიც უკვე ადამიანებს იპარავდნენ ახლა ჯამთელ ადამიანებს იპარავდნენ, უჩინარდებოდა ეს ადამიანები და ამ ადამიანებს სწორედ აღმოჩნდებოდნენ აი ამ მათ მიერ კონტროლდებათ კლინიკაში სადაც აჭირდა ორგანიზმს და ძალიან ყველაზე მეტი ესე იგი რომ ვიტყვი მოთხოვნი ამ კუთხით იყო ევროპის ქვეყნები და ყველაზე მეტი ესე იგი რომ ვიტყვი შეკვეთა ქონდათ იქიდან მათ მე შემდგომ გადავიდნენ ბავშვები უჩინარდებოდნენ უკვე ბავშვებზე და ბავშვები უჩინარდებოდნენ ახლა რა მოხდა ნახეთ 2022 წელს ახლა მე უკვე გადავიდი 2022 წელს როდესაც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინის მიმართულებით ეს რატომ დაიწყეს ეს სხვა თემა არის და მას ჩვენ სხვა გადაცემაში განვიხილავთ ეს ბიზნესი გრძელდება ჩვეულებრივ პროცესი. ეხლაც გრძელდება, არა? გრძელდება ეს ბიზნესი. შეიქმნა ესეთი გარკვეული თვითონ მობილური ჯგუფები, რომელი მობილური ჯგუფებიც განთავსდნენ წინა ხაზიდან რამოდენიმე
ну კიდე 2 კილომეტრში განთავსდნენ, სადაც გამოხდებოდა დაჭრილი ჯარისკაცის ევაკუაცია და მიყავდათ პირველად დახმარებას თითქოს და აღმოუჩენდნენ ამ სამედიცინო მოძრავ ამაში ავტომობილში და იქ რეალურად რა ხდებოდა, იცი? იქ ხდებოდა სწორედ ჯამთელი ორგანოს ამოჭრა, სპეციალურ კონტეინერში მისი გათავსება და უკვე მიმწოდება, გაგზავნა უკვე. ეს ხდებოდა და ეს ხდება ახლაც იქ, რომ მიწოდეთ. კონტროლო ის არის. ხო, რა თქმა უნდა. ეხლა ნახეთ რა ხდება, აი სწორედ შემდგომ თქვენ ალბათ ადენმენთ თვალყურს და როდესაც უკვე ვარშავაში თვითონ პოლონეთში გაიხსნა შტაბები, მათ შორის კერძო-სამხედრო ბაზები გაიხსნა, მოსამზადებელი ბაზები გაიხსნა. ესეც უკვე ხშირად დადიოდნენ ვარშავაში და თვითონ ნაციონალ-მოძრაობის პოლიტიკური ლიდერები იქიდან გადადიოდნენ უკრაინაში თითქოს საომბრად მიდიოდნენ, ხო? ეს პროცესები ხო დაიწყო აქაც და მე ეთხოვდნენ ჩარტერულ რეისებს ეთხოვდნენ რომ აქედან მასიურად წაიყვანათ საქართველოს მოქალაქეები და ჩაბმულიყვნენ საომარ მოქმედებებში. ეს იყო და ამას უკრაინა აქტიურად ითხოვდა ამას. ამავდროულად პარალელურად ეხლა თვითონ ვარშავაში და თვითონ ამ პოლონეთის რამოდენიმე ქალაქში გაიხსნა შტაბები რა, შტაბები სამობილიზაციო შტაბები გაიხსნა, რომელიც სამობილიზაციო შტაბებსაც მათ შორის ხელმძღვანელობდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. და მე მქონია ეს ინფორმაციები და მე ახლა კარგად გამიგეთ ამ სწორედ ამ ნაბიჯ-ნაბიჯ როდესაც მე მივყვებოდი და ვაწარმოებდი დაკვირვებებს და ვაწარმოებდი სამხედრო მიმართულებებით შესწავლას შექმნის მდგომარეობას უკრაინაში და ჩემი კონტაქტები ძალიან ბევრი კონტაქტი მაქვს მე უკრაინასთან, უკრაინის სამხედროებთანაც და ამავდროულად აქედან წასული ყოფილი სამხედროებიც რომლებიც არიან ამ კონტაქტებთან რაღაც გარკვეული ინფორმაციას მე ვფლობდი და მათ შორის მქონდა ინფორმაცია რომ ვარშავაში გახსნის იქ შტაბი, სადაც ამ შტაბის მეშვეობით ხდებოდა მობილიზება ქართველების, ქართველების თითქოს იქ კონტრაქტები იდებოდა ევროპაში წასული ქართველები, რომლებიც არიან ახალგაზრდა კონტინგენტი, იწვევდნენ მათ ამ შტაბში და მათთან აფორმებდნენ კონტრაქტებს. თითქოს ისინი უკრაინაში მან ჩამოსული ხართ ევროპაში მუშაობთ აქ დაბალი ანაზღაურება გაქვთ საათობრივად მუშაობთ და სადღაც გიხდიან $12-13 ხო და ხართ 22 საათიან სამუშაოში ჩაბმული დამატებით საათებს იმატებთ იმისთვის რომ თქვენი შემოსავალი გაიზარდოს აი მოდით ჩვენთან აგერ გავაფორმოთ კონტრაქტები სადაც თქვენ იმუშავებთ ამ დანგრეული ქალაქების აღდგენაზე ნუ იქ მათ გაწმენდაზე იქ ესე იგი ზოგი კიდევ ჰუმანიტარული თვითების მიღებაზე აი ესეთი სატყვარა ქონდათ გაკეთებული ხო და ასეთი ამ სატყვარას იმით საშუალებებით საკმაოდ სოლიდურ თანხის ციფრი იყო ამ კონტრაქტში $5,000-დან $10,000-მდე მითითებული ნუ ახლა ვინ არ წავიდოდა ხო ამ ხელა ციფრი რო არის ხო მითითებული ხო და ამით იტყვევდნენ ქართველებს კაი ამ იმაში თვითონ ნახებინ არის ახლა ამ შტაბში არის საქართველოს წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობიდან არის ამერიკელი არის უკრაინელი და არის პოლონელი. და ამ შტაბში ხდება ჯგუფების შექმნა, ამ ადამიანების შექმნა, ჯგუფების შექმნა, რომელიც ჯგუფებით შემდგომ გადაყავთ მასში ლვოვში. ლვოვში არის კერძო სამხედრო ბაზა, რომელიც კერძო სამხედრო ბაზაზე უკვე შეყავთ ესენი. დამთავრებული საკითხია უკვე იქ. შევიდნენ კერძო სამხედრო ბაზაზე, მათთან უკვე ყველა სახის კომუნიკაცია, ყველა ინფორმაცია წყდება. ის უკვე იქ გადის რაღაც გარკვეული ორკვირიან მომზადებას გადის ის პიროვნება, ვერც პრეტენზიებს დააყენებს, ვერაფერს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან იქ ისეთი ადამიანების ხელში, რომელი ადამიანებიც უკვე ყველაფრის კადრებლები არიან და მათ შორის ამ კერძო სამხედრო ბაზაში არის ქართველი, ამერიკელი და უკრაინელი ინსტრუქტორები და არიან ესენი რა, ბენდერები რა. ძირითადად ბენდერები განააგებენ მან ყველაფერს და როდესაც უკვე ამ ეს 50 კაციანი ჯგუფი 100 კაციანი ასეული შეიქმნება, გადაყავთ პირდაპირ წინა ხაზზე. წინა ხაზზე გადაყავთ პირდაპირ და მათ მიყვებათ უკან სადამჯელო ჯგუფი. უკან ხო რო არ გამოიქცეს. არ გამოიქცეს, მაგრამ თავად ნახეთ ახლა რას მივაქციე ყურადღება. ესე იგი აი ამ ყველა ადამიანი, რომელი ადამიანიც შეყავთ ამ მაშინ ლვოვში, ამ სამხედრო ბაზაზე, ყველა გადის სამედიცინო კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას და ყურადღებას აქცევენ
თუ წარსულში რაიმე სახის და დავადება ხარ ქონიათ ან ჩვეულებრივი ამბავია სამხედრო იმაში როცა გასაგებია მაგრამ აქ თავარი გვირდის ჯანმრთელობას აქცევენ ყურადღებას ამე ჰეპატიტი ხარ გადაეტანა ბოტკინი ხარ გადადანილი ხო იქ გულის მდგომარეობას აქცევენ თირკმელების მდგომარეობას აქცევენ ყურადღებას და მთლიანობაში დგება ისტორია დგება კონკრეტული პირის ჯანმრთელობის შესახებ არის დაუშვათ რაღაც კი პრობლემები აქვს ზოგ თირკმელზე ზოგ იმაზე ის უკვე სხვა კატეგორიაში გადაყვება აი ეს კარგად ჯანმრთელი ახალგაზრდები ჯანმრთელი ადამიანები და ჯანსაღი ადამიანები აი ეს დაკომპლექტება ჯგუფი გადაყავთ წინახაზზე და წინახაზზე როგორც კი იქ დაუშვათ ისინი ჩაბმული არიან კონტაქტურ ზოლებში და თქვენ წარმოედგინეთ 2 კვირა რა არის არაფერი არ არის 2 კვირა უბრალოდ იარაღის სულ შეაჩვიო თვალი ეზგინა ხო რომ აღიქვა ეს რა ტიპის იარაღია ანუ მისი მოხმარებაზე აღარ მაქვს საუბარი და 2 კვირა კიდე რომ შენ გაიგო შენში გაითავისო რომ შენ იარაღთან გაქვს საქმე ხო თუ ახლა შემდგომ ეს მოხმარება მისი ესე გამოყენება მისი და ამის გადაკიდევ იქ მოქმედება საბრძოლო მოქმედებებისას როგორ უნდა იმოქმედო ხო ეს ყველა ამას უკვე ეს სხვა საკითხებია მინიმუმ 3 თვე მაინც გინდა რომ მოემზადო რა ჩამოყალიბებული მებრძოლი გახდე მებრძოლი რომელიც შემდგომ ჩაებები კონტაქტურ ზოლაში და შენ უკვე იქ აღიქვა შეეჩვევი უკვე ამას ყველაფერს ხო მაგრამ შეჩვევამდე შენ ხო უნდა იცოდე ყველაფერი და გაითავისო ეს ყველაფერი რომ შენ შემდგომ უკვე უფრო ოპერატიულად და უფრო ეფექტურად იმოქმედო ხო აქ 2 კვირაში ხდება ეს ყველაფერი და ძირითადი ნაწილია ქართველების სულ ქართველებში პოლონეთში მithumetes ძალიან ბევრი ქართველები არიან ბატონობას სავსეა ქართველებით და ეს ახალგაზრდა ბიჭები სულ ყველა 25-30 წლის ბიჭები არიან მე პირადად შევხვდი აბსოლუტურად კონკრეტულ ადამიანებს შევხვდი ვინც ამ ხაფანგში გაებდა ხო კონკრეტულ ადამიანებს და ამოაცალეს სწორგან არა გეტყვით ახლა ესე მიყავთ ახლა მიდი მე ამ საბრძოლო მოქმედებებში იქ უკან დგას ეს სადამჯელო რაზმი ეს ბენდერებით დაკომპლექტებული უკან ვერ დაიხევ წამოხვალ უკან გესურია ხო იქ ნუ ახლა ომია დაიჭრები ან მოგუტები ან დაიჭრები ხო მაგრამ ყველა დაჭრილი ხო დაჭრილის სასწრაფო წესით ევაკუაცია ხდება და იქვე ახლოს არის სპეცავტომობილი სადაც შეყავთ ეს დაჭრილი ვითომ და ჩაუტარონ პირველადი დახმარება და გადაარჩინონ და შემდგომ უკვე გადაიყვანონ ძირითად სამკურნალო დაწესებულებაში სადაც დაიწყება მკურნალობის პროცედურა და ადამიანის მდგომარეობა და გამოყვანა ხო და თითქოს აი პირველად დახმარების იმაში პუნქტში სადაც ეს პუნქტია განთავსებული ხო შეყავთ და ამოუჩინონ აი იქ არის უკვე ყველაფერი აბსოლუტურად იქ აცლიან ორგანოს იციან თავი იციან მიცარი ხო ვინ არის და რა ორგანოა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ისტორია რატო დგება ეს ისტორია ჯამრთელი ხო რატო დგება ეს ისტორია იმიტომ დგება რომ მათმა იციან იკუდებთ უკვე ეს ყველაფერი ხო და იციან უკვე რომ ეს და იქ იმ ტუჩივე ჩაუტარებენ და თუ რამე ამოაცლიან აბსოლუტურად შესაბამის სპეციალურ კონტეინერებში ჩადებენ და ეგრევე გააქვთ იქიდან ეს თითქოს აი ვეღარ გადაიტანა ეს და ვეღარ მოასწრეს ან დახმარება ვეღარ მოასწრეს ან ვერ გადაიტანა ან ძიმეჭრილობა იყო რაღაცა და გამოყოთ გარდაცვლილი უკვე ეს ჯარისკაცი იქიდან ეს ადამიანი და აგზავნიან მაშინ სპეციალურ დაწესებულებებში და რა მარტო ქართველები არა მარტო ქართველები არ არიან რატო იქ მაგრამ ძირითადად ამათა აქვს ეს გაკეთებული ხო რა თქმა უნდა და აი იქ არის უზარმაზარი თანხებზია საუბარი ბატონო რა თქმა უნდა უზარმაზარი თანხებია ის აი ახლა ზელენსკი რო გაგკივისო ეს სადმინისტროა სამდონიესაო რა ქვია მე არ ვიციო კაცო ეს მილიარდები ჩემამდე არ მოსულაო მილიარდები როგორ არ მევიდა მანამდე როგორ არ მევიდა მაგრამ აი ამ ოფისების მეშვეობით ეთდება შეხედე რა საკეთებენ ახლა ესენი ხო ამ ორგანოებში ფუშოულობენ ხო იყიდება ლიუსამას ის კონტრაქტები რომელი კონტრაქტებსაც აფორმებენ და აფორმებიებენ ამ იმათან ჯარისკაცებს ის თანხებიც მაგათ რჩებათ ეს თანხები. არ უგზავნიან? ვის უგზავნიან? არა, რა კომპენსაციებზია საუბარი და აი იყო ახლა შემთხვევები ესეთი რომ აი როდესაც ახლა მოხდა რომ არის ახლა ყველა არ არის ესეთი ის რომ ვერ მოერგოს იმ სიტუაციას ხო? მაგრამ არის ახლა ადამიანები რომლებიც მოერგენ ამ სიტუაციას იქ ამ ბრძოლებში ჩამული ადამიანები შეინარჩუნეს თავი და გადარჩენ და არ დაეჭრნენ და კვლავ აბრძოლებდნენ ბრძოლებს მაგრამ მე მოვიდა დრო რომ ხელფასს უნდა მიეცათ ხო? ეს სწორედ ის შეპირა
დაპირებული თანხა, ხო? ხო, ჯერ ერთი ახლა მათ პრეტენზიები ქონდათ, რომ კაცო, თქვენ გითხარით ჩვენ, რომ უნდა ჩავსულიყავით და ზურგში გვემოქმედა და იქ დანგრეული ქალაქები გაგვეწმინდა, რაღაც დავხმარებოდ იმას და აგერ უცებ ამოში სასაკლაოზე, ხო? სასაკლაოზე გამი. ამას როგორც ამბობდნენ, ხო, და ვინც იყო ამის დაუშვათ ინიციატორი, რომ ამ პრეტენზიებს დააყენებდა, აი უკვე, როდესაც უკვე ის წინახაზი აღმოჩნდებოდა, ჩათვალეს მეორე დღეს აღარ იყო ეს ადამიანი, გამქრალი იყო. გამქრალი იყო, ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე იცოდნენ მათ, რომ უკვე ნებისმიერი ის მებრძოლი, რომელი მებრძოლიც უკვე დააყენებდა ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიებს და იტყოდა, რომ მე შენ ხელფას დამპედი და ხელფას ატوار მადდებდა, რატომ მოვხდი ახლა და ის უკვე აღარ არსებობდა, ხო? და იძულებული წესით იყვნენ უკვე ჩაბული ამ პროცესებში და მათ შორის მე როდესაც ახლა მე გვარსასახელს არ დავასახელებ, მაგრამ მეკპიდებით რომ ალბათ გადაცემაში ჩვენ დავსვამთ იმ ადამიანს, გაიგებ? რომელიც მე ვარშავაში დამახვედრეს იქ ადამიანი, რომელიც ადამიანს მოხვდა ამ ხაფანგში. აი როგორ გადარჩა? მოხვდა, გეტყვით ახლა, მოხვდა ამ ხაფანგში, ერთი სიტყვით სამუშაოდ იყო ჩასული ვარშავაში. სხვათა შორის ყოფილი სამხედრო არის და ძალიან ოჯახის ბიჭია და ცოლ-შვილი ყავს და წავიდა სამუშაოდ კაცი, რომ ოჯახი შეენახა და მე ახლა ვიფიქრა რაღაც ჩამოსული ვარ და მუშაობ აქ და მოწყოტილი ვარ ოჯახს. ახლა იქ არ არის დამალული ეს შტაბი, ეს ოფისი, იქ იწვევენ სამუშაოდ ადამიანებს, ყველა მიცის რომ აქვს ნაციონალურ მოძრაობას გახსენი ეს ოფისი იქ, მე სურათებიც გადავიღე, მე ოფისში ვიყავი პირველად შესული, შევედი და მინდოდა კლიენტს გადამეღო შიგნით, მაგრამ მიცნეს სახეზე და საერთოდ ჩამიკეტეს ყველაფერი და მეორე დღეს საერთოდ აღარ შემიშვეს იმ ოფისში, ეზოშიც აღარ შემიშვეს, პოლიცია გამოიძახეს. პოლიცია გამოიძახეს, მაგ საკითხსაც მასით მივართ. და წავიდა ეს ბიჭი იქ, ჩავიდა ეს ბიჭი, შევიდა, წაიყვანეს ამ სხვა დანარჩენ ჯგუფთან ერთად ლვოვის ბაზაზე, მოამზადეს, გადაიყვანეს წინა ხაზზე. ჩაება კონტაქტურ ბრძოლებში, შეხედა სიტუაციას, რომ ახლა ყოფილი სამხედრო იყო და ამან გადაარჩინა მაგი. ყოფილი სამხედრო. იცოდა ბრძოლა ტაქტიკა. იცოდა, თანაც საკმაოდ გაწვრთნილი იყო და კარგად იყო მომზადებული. აქ საქართველოში თავის დროზე, როდესაც ცხოვრობდა, პროფესიონალი იყო და ამ თავისი იმით, რა ქვია, ამ ცოდინა გამომდინარე, გარკვეულ საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა. და გავიდა ერთი თვენახევარი გავიდა. და მოთხოვა, ხელფასი მოთხოვა რა, იქ ვინც იყო ხელმძღვანელი. ხო, შეცდა და მოთხოვა. ხო, ხელფასი, კაცო, მომეცი თუ ხელფასი ხო და შენო მოიცადეო, გაჩერდიო, ნუჩქაროფო, გაიგე. კარგი მოიცადე, გავჩერდი, არ ვჩქარობ, ხო, რაღაც ველოდებით, იმას ველოდებით ხელმძღვანელი მოვა და იმას შეუტახტებით და ახლა მარტო მე კი არა, უკვე ბიჭებსაც დრო მოვიდა, იქ არ იკიდო სხვა დანარჩენი ადამიანები, რომელსაც კონტრაქტი დრო მოვიდა და მოკლედ გავიდა რაღაც პერიოდი და არ მიცეს ხელფასი, ფული არ მიცეს ამ ადამიანს. მივიდა კიდე მოთხოვა, კაცო, რატო არ მანდეთ ხელფასს? ახლა მარტო მე კი არა, ხელფასსა აქვს, ხელფასი ასახები. იცი რას გეტყვი, შენ ზა რაღაცა ამიტას აქტიურობ, გაიგე და მოდი რა წლანად გაჩერდიო რა. მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმეო. ამ ბიჭმა. მაშინაც მივხვდი რაში იყო საქმეო და ცდილობდა უკვე როგორმე ხო დაეხცია თავიქით და ხო როგორ არ არის საქმე ახლა სასაკლაოზე ყოფნა. ხო, სასაკლაოზეა, ადამიანი წინიდან იქ გესვრიან. უკან დაიხედა. თუ გადარჩები ამოგასლიან და მოკლავს. უკან მომდგარი ეს კი არ მოკლავს. დააგჭრის, იცის იმან ვინ უნდა დაჭრას. აბა რა, და მიიყვანებენ აი იმაში, რა ქვია, მოზრა სავაკოცო პუნქტის და ამოაჭრიან ორგანოებს. ეს სისტემაა წყობილი, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი ამან კარგად იცოდა, გაიგე და ახლა ერთი კვირა უკვე ცდილობდი როგორმეო დამეხსია თავიქიდან და როგორმე გამოსულიყავი ამ სიტუაციიდან და ვეძებდი რა მომენტებსა და ხო შვაღამე იყო რაღაც გარკვეული კუკუნახი ღამე არისო. თან ეს არის უკვე ზამთრის პერიოდია, ხო? არ არის იმდენი ესე იგი აქტიური მოქმედებებიო. საბრძოლო მოქმედებებშიო. ხო და შვაღამეს მომენტი ნახა, იქ ტყიზოლები არის ესე, ტყიზოლები არის და ტყიზოლში შევარდა. შევიდა და მთელი ღამე იარა ამ ტყიზოლში და მოკლედ ესე იგი რაღაც ერთი ორი კვირაო რა, ორი კვირა მოუნდი რომ მე მოსულიყავი იმამდეო რა. როგორ გასძლობ შეერმწყო? ქონდა მომზადებული. რადგან დაგეგმა ამან ეს ყველაფერი იმას. მოიმარაგა ზუგჩანთაში რაღაც გარკვეული ის და გამოაღწია, გამოვიდა, ძლივ ჩამოაღწია იმამდე რაღაცა პოლონეთის საზღვამდე. ძლივ ჩამოაღწია პოლონეთის საზღვამდე, მე იქ ახლა
რაღაც გარკვეული სამოქალაქო ისინიც ქონდა სპორტული ჩასაცმელებიც ქონდა რომელიც ჩაიცვა მან რაღაც ადამიანს დემს გავსა და გადმოვიდა ესე ჩვეულებრივად საზღვარზე ხო ეხლა ეგ როგორ არის ისი გადმოდიხარ საზღვარზე არ არის კონტროლი და ეს კონტროლი არის მაგრამ ისეთი არის საპასპორტო კონტროლი არის ეხლა ჩვეულებრივად შეგიძლია გადახვიდო გადმოხვიდო რა საზღვარზე უკრაინა პოლონეთის საზღვარზე და იქ ჩავიდა მაშინ ვარშავაში და თავიდა თავის მეგობრებთან ამ ოფისში ეხლა მაგი აღარ მივიდა იმიტომ რომ ხო არა იმ ოფისში რომ მისულიყო ჩათვალეთ რომ იქ უკვე მის შეიძლება გამქრალიყო იქიდან იმიტომ რომ ეხლა იმ ოფისში მხოლოდ თანხატრიალებს ხო თვითონ პოლონეთის ოფიციალური მხარეა ჩართული ამ პროცესებში ხო ყავდათ რა ქართველ ბიჭებს ყავდათ ინახავდნენ იქ რაღაც ცოტა წაიმუშავა კიდე რომ ორი კაპიკი რაღაც ეშოვა და ამ მაშ ფინანსების საშუალებით წამოსული იყო დაბრუნებული იყო საქართველოში მე რომ ჩავედი უკვე მე დამახოდეს ეს ბიჭი და სხვა შორის მე მას ადრე ვიცნობდი რადგან ჯარებთან ქონდა შეხება და დამახვედრეს ეს ბიჭი იქ რო ჩავიდა და მომიყვა ეს ყველაფერი აბსოლუტურად როგორ ხდებოდა რა ხდებოდა მე მივედი ჩვენ ოფისში საწავიყვანე იქ ჩემი ჯგუფი მივედით ოფისში შევედი მე ამ ოფისში შევედი რა მოტივით რომ მე ვარ მსურველი რომ გავაფორმო კონტრაქტი მოტივით შევინიღმე რაღაც რა მგეცეს ხო და აქ კიდევ რამოდენიმე წავიყვანე 3-4 ადამიანი ახალგაზრდა ქართველი ბიჭები წავიყვანე და ნუ თავიდან აბა კი მობძანეთ და გამოვიდა წარმომადგენელი ქართულად გვესაუბრებოდა გვიხსნა ყველაფერს და კარები ეს რომ შედიხარ ოფისში არა იქ ესეთი დარბაზია ზალაა და მე იქიდან ოთახის კარები გაიღო იქიდან და გამოვიდა და შავამხედა უცებ შეიკეტა კარები ხო უცებ შეიხურა კარები და ნუ მიცნო და მოკლედ იქიდან ამას დაურეკა მობილურზე რაღაცა უთხრა ესეც წავიდა ის ვინც გვესაუბრებოდა კონტრაქტთან დაკავშირებით და საერთოდ დაგტოვეს კიდე გაიცოს ხელები რო გამოხდით ახლა მაგ დაგტოვეს საერთოდ არავინ აღარ ხვდება ნუ მივხვდი მე ეს ეგრევე რომ აქ ყველაფერი უკვე ჩვენ ისე გაშიფრულები ვიყავით და აღარავინ არ ხვდებოდა და მე იქ გამოდის არა რაღაც აქ რასი ოფისი აქ ჩეულებრი ნუ დაიწყოს ესეთი რაღაცები ხო და ნუ ახლა დატოვეთ ტერიტორიაო ჩვენ გვეუბნებოდნენ დატოვეთ უფლება არა გაქვთ გაჩერდეთო და ნუ გამოვედით ოფისიდან და მეორე დღისთვის მოვილაპარაკეთ რომ მივსულიყავთ უკვე მასიურად 10-15 ადამიანი ამ ოფისთან ხო და აგვეტეხა თელი აჟიოტაჟი და თელი ისა და მოკლედ ერთი კარგი რაღაცა მიპატარა აქცია ჩაგვეტარებიეთ და ღიად დაგვეწყო უკვე რა არის და რა წარმოადგენს ეს ხო მეორე დღეს მივადექით და როგორც კი მივადექით უკვე ეზოშიც ვეღარ შევედით უკვე ჩაკეტილია ყველაფერი და სულ 10-15 წუთი გადის და მოდის პოლონეთის პოლიცია გამოიძახეს და მოვიდა პოლონეთის პოლიცია პირდაპირ მე მომადგნენ თქვენი საბუთებია ახლა მე საბუთები ყველაფერი წესრიგში მაქვს და ძალიან კარგი მოვთხარ მომზადეთ აქ თარჯიმალი გყავს და ახლა ისინი თვითონ პოლიციელებიც რუსულად გვესაუბრებოდნენ ხო კარგია რომ მომზადეთ მეთქი მე მინდოდა დარეკვა თქვენთან მეთქი კაი უნდა ამერიკა მეთქი მე ვარ მეთქი მოგესაბოთ გენერალი ტესანტი თელაშვილი მეთქი სამხედრო ექსპერტი მუშაობ წლებია მეთქი სამხედრო დანაშაულებებზე და ტერორისტულ საფრთხეებზე მეთქი მეუთხარი, გაიგე, რომელიც ტერორისტული საფრთხეების მეუთხარი არსებობს ქვეყნებში მეთქი და მათ შორის აგერ თქვენთან მეთქი, აგერ ვარშავაში, შუა ქალაქში აღმოაჩინა ტერორისტების ოფისი მეთქი. ამ ოფისზე ვეუბნებ. აი ეს ოფისი არის მეთქი ტერორისტების ოფისი მეთქი. საქართველოს ჩამოსული მეთქი მეუთხარი. და დაჯგუფებები მეთქი მეუთხარი, რომელიც აქ არიან შეკრებილები მეთქი, არიან სულ ყველა მონაწილეები მეუთხარი. სხვა ტერორისტულ ოპერაციებში მეთქი გაიგე და ეხლა მეთქი მე თქვენთან მაგ თხოვნა მეთქი რომ ამიყვანოთ თქვენთან გაყოფილებაში პოლიციის შენობაში და დავწერო ოფიციალური განცხადება რომ მე განცხადება დავწერო ოფიციალური განცხადება რომ ამა და ამის სამართზე ამა და ამ ქვეყანაში ამა და ამ ქალაქში აღმოაჩინა ამ არის ოფისი რომელიც ოფისშიც ამზადებენ ტერორისტებს და შესაბამისად იქ მე საგზავნიან სხვა ქვეყნებში აიგე ეს მივათვლება მივეცდა ეხლა მიყურები და საბუთის რომ ანახე გენერალს და მე თან ეს ჩემი ისა რო ეს სამხედრო ექსპერტი ვარ მე საერთაშორისო იმის სამაქვს ვეტერანთა იმის ფედერაციის წევრი ვარ გაიგე და ეს ევროპის ქვეყნებში და იმაში ყველგან მოკლედ შეხედა ამათმა უკვე მიხვდნენ რომ აქ რაღაცა არ არის ეს ვიღაცა სერიოზული ადამიანთა ყოლ საქმე
ოღონდ არა როგორ გეკადრებათო ჩვენ ამას დავაფიქსირებთ და თქვენ როგორ შეგაწუხებთ ახაო და როგორ ხო ეს შეკრულები ესენი რა თქმა უნდა ესენიც არიან რას გიქონები კი წელს იღებენ ესა აბარა თვითონ არიციან რა ხდება ყველაფერი იციან რას გამოაპარებ ხა ევროპაში შე ყველაფერი კამერებზე და ყველაფერი ისმინება და ყველაფერი შიშროება და რა აბარა ყველაფერი აბსოლუტურად გადაღეჭილი აქვს ყველაფერი კაცო რამ იმასია რა ადამიანების რაოდენობა ისეს ვერ მოატყულებენ რამდენი კაცი გააფორეს კონტრაქტი კი ისქიესიან ხო არა თქვენო ნუ შეწუხდებითო ჩვენო ისა მიხედავთ ყველაფერსო და გავარკვევთო ხო იცით ესა ცოტა პროცესი ისეთი არის და თქვენ მithumetes ვაგერო ბილეთიო 2 დღეშიო ისე უნდა გაფრინდეთ უკან ესევე აი ხო ახლა ვანახე ყველაფერი ხო მოწესრიგებული ზაბუთებით ავართ ასე ის კი არა რაღაც ნუ აბა როგორ იქნება მოწესრიგებული რო ხო იმიტომ რომ ვიცი რომ რა საქმეზეც მედივარ ხო და ანდა მე რა წინააღმდეგობსაც შევხვდები და თქვენო 2 დღეში აქვს ბილეთი გაგთაღებული ამასო 2 დღეში ვერ მოასწრებთო მე თქვენო ბილეთი გაგიუქმდებათო ესო და მოგე მოუთხარ არა უშავს მეთქი მე ჩემინებით გავაუქმებ ამ ბილეთს მეთქი და მაქვს იმის საშუალებები რომ ავიღო მე ბილეთი წავიდე უკან მეთქი ოღონდ ეხა წავიდე და განცხადება დამაზარიდეს მეთქი აი არ დაგაწერი ხო ხდებოდი მე ხა მივხვდი რა უშიშროებაში რომ ისულიყავი ხეურში ყველა ახლა თვითონ ევროპის ქვეყნები არის ჩამული ამ პროცესებში კაცო და ვინ მიგიშვება ვინ მიგიშვება ეხავდი ახლა შენ მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ეს ხო დავაფიქსირე ყველაფერი და ხომ ესე იგი ამ დროს როდესაც ეს პროცესი ხდება იქ ვარშავაში და ეს სქემა რომელიც სქემაც არის ამათ მიერ ორგანიზებული და ნაციონალების მიერ ორგანიზებული და სააკაშვილის მიერ ორგანიზებული და ამ ოფისიდან არათუ მარტო ხდება ამ ადამიანების ესე ცოცხლად გაყიდვა ამას ქვია ცოცხლად გაყიდვა ადამიანების ხო გარდა ამისა ის ადამიანებზე ორგანოების ვაჭრობა გრძელდება იქ ხო ჩამულია ესევე სანდრა როლოსი ამ პროცესებში ჩამულია მისი ბიზნეს პარტნიორები და სწორედ ამ ეს ადამიანი ევროპის გარკვეული ნაწილი და რა თქმა უნდა ევროპის გარკვეული ნაწილი და ამას ახლა მithumetes მოთხოვნილებაა დიდი დღეს ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ეს ყოველთვის იყო კი ხო მაგრამ ახლა მithumetes ამ პერიოდში ძალიან დიდი მოთხოვნილებაა როდესაც დავადებებმა ხო განსაკუთრებით დავადებებმა იმასა იმრავლამ თირკმელების ღვიძლის და იმის და ასეთ საქართველოს პროკურატურა არ ჩააყენეთ საქართველოს ისიც რა არის არა აქვს მაგრამ აზრი არა არა იმიტომ რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება ხო იმ ქვეყანაში ხდება ეს იმ ქვეყანაში ხდება და იქ არა რომ მოითხოვონ რაღაც გარკვეული ისენი რა ქვია აბსოლუტურად მოძიების დაწყება ან რაღაც გავიარე ეს პროცესები გაიარე და არაფერი გამოვა იმიტომ არ გამოვა რომ კი მოითხოვონ რაღაცა შეიძლება და გააგზავნონ რაღაც გარკვეული ოფიციალური მოთხოვნა მაგრამ ისინი გამოწერენ რა ასეთი არაფერი მსგავსი რაღაცები აქ არ ხდება არაფერი ესეთი რაღაცები ახლა რაღაცა ვიღაცამ თქვენ ინფორმაცია ჩამოგიტანოთ ეს არ დადასტურდაო ეტყვიან რა ვიცი რატომ ეტყვიან იცი იმიტომ თვითონ ესენი არიან ჩამული პოლონეთის და არა თუ მარტო პოლონეთის გერმანიის საფრანგეთის და ყველა ეს ოფიციალური ესაა შემდგენელები არის ჩართული ამ პროცესებში რომ ყველგან არის სამობილიზაციო ოფისები გახსნილი და ესე იგი ამ სამობილიზაციო ოფისების საშუალებით ხდება დაჯგუფებები გადაღებული ფოტოები არ გადაიღეს კი როგორ არა ყველაფერი გამოაქვეყნა გაზეთში გამოაქვეყნა ეს ყველაფერი ასავალ-დასავალში გამოაქვეყნა ეს ფოტოშორის ასავალ-დასავალ თლათ ეს თელი ესე იგი გამოაქვეყნა ფოტომას საშუალებით ის ადამიანები და ის ბიჭები რომელი ბიჭები სამხაფანგში იყვნენ გამომული და უნდა წაიყვანათ და უნდა ჩაბმულიყო საომარ მოქმედებებში და შემდგომ უკვე თავისთავად ცხადია რა ბედი ეწეოდა ამათ გასაგები ყველაფერი ამათი ფოტოსურათების დაიდო ამ ასავალ-დასავალში და პლუს ამას არის სააგენტო თვალსაზრისი რომელმაც კიდევ ეს ფლიანად ესე იგი თავიდან ბოლომდე გააშიშვლა ხო და ამიტომ ეხლა ეს პროცესი მე რა ხდება იცი ბატონო გობას ნახე ამ პროცესებში რო ვარ ჩვენ ამ დროს იქ მე ვარ და ამ დროს აქ თინა ბოკუჩავა აკეთებს განცხადებას ოფიციალურ განცხადებას მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს რომ ჩვენ ყველანი უნდა ჩავიდოთ უკრაინაში და დავიწყოთ ჩავიდეთ საომარ მოქმედებებშიო ამ შტაბის გავლით აჰა გესმით ასე მხარდამჭერებს ანუ ეხლა გაწირეს თავიანთი ხალხი ისინი ესეთი ადამიანები არიან საკუთარ ოჯახის წევრებს გაყიდიან თავარი რომ ფული იშოვონ ხო ანუ აქ რასია საქმე იცი აქ არის საქმე მაშინ რომ აქ მთელი ეს მექანიზმი რაც არის და ეს მთელი სისტემა რომელიც არის აი აწყობილი ამ მიმართულებით ხო ეს ერთი მიმართულება არის ხო როგორ ჩაიყვანან ადამიანები მოტყუილებით იქ ამ ადამიანების ხარჯზე ის გამოყოფილი თანხები რომელიც თანხებიც არის გამოყოფილი და გაათეთრონ და თან ფული მოხსნან მეორე ის რომ ეს ადამიანები გაწირონ იქ საზარბაზენ ხორცი ის ხორცია უკვე საზარბაზენ ხორცია ეს უკვე გაწირონ და მათ ამოაჭან ორგანოები და ამ მიმართულებითაც ეს წავიდეს და იმუშაონ და აიღონ ფული და მთლიანობაში მიდის
ყველა მიმართულებით, მოკლედ აი ესეთი დანაშაულებრივი მოქმედებები. და ასეთი პროცესი განვითარებული არის საკმაოდ ეფექტურად და გამკითხავით არავინ არ არის გამკითხავი, იქნება გამკითხავი თვითონ გამკითხავია თვითონ ისა ჩართული ამ პროცესებში და ხო არა საერთოდ ვიძახი რომ საერთაშორისო ისენი გამკითხავია თვითონ ჩართული ბატონო გუბას ამ პროცესებში ხო და ვინ უნდა გაიკითხოს ეს რატომ არის ნახეთ ახლა რატომ უვლიან დღეს ევროპის ქვეყნების ლიდერები რაღაც გარკვეულ საკითხებს გვერდს და არ უნდათ რაღაცეები კონკრეტიკაზე გადაიყვანონ, იმიტომ რომ თვითონ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერები არიან ჩაბმული ამ შავბნელ კორუფციულ სქემებში და საკმაოდ კარგად ითმობენ ხელს ამ უკრაინის ომში. და უკრაინელი ხალხის და ქართველი ხალხის ხარჯზე, სადაც უნდა თუ კიდევ გრძელდება ეს პროცესი, რომ ესე მოწყვილებით წაიყვანონ საქართველოსთან ეს ახალგაზრდა ბიჭები, ჟანგონის სავსე ახალგაზრდა ბიჭები, საჯიში ბიჭები და ჩახოცონ იქ უკრაინაში, ამოაცალონ ორგანოები და თვითონ გაიცნონ ჯებიები. აი რადგან უკრაინაზე ვსაუბრობთ, ეგება აი მოკლედ ვისაუბროთ ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და უკრაინის მოლაპარაკებებზე, იმიტომ რომ თითქოს დაიძრა საკითხი, თითქოს ტრამპი კმაყოფილია, მაგრამ ჯერჯერობით ცეცხლი არ წყდება და აი ამასთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოებები არსებობს, ხო? თუ დროზე არ დაამთავრეთო ჩვენ გამოვეცლებით ამ პროცესს, ამერიკის მხარე ლაპარაკობს და მოუწოდეს რომ ჩქარა დამთავრდეს ეს პროცესი, თუმცა ზელენსკი თანახმარი და მზად არის ამასთან დაკავშირებით, მიაღწია ტრამპთან შეთანხმებას. ხომ ახლა რომის პაპის დაკრძალვაზეც ისაუბრეს ამ თემაზე, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს და როგორია აი ამ ხრივ აი ამ მოლაპარაკების პერსპექტივა. ნუ ახლა რაც შეეხება აი ამ პროცესს, რომელი პროცესის არის რაღაცა გარკვეული ნაბიჯები გადაედგა, ამას რუსეთი იმ თავიდან იზახოდა, სანამ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დაეწყებდა უკრაინის მიმართულებით, აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც მას დღემდე აქვს რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში. ეს თავიდან ქონდა მას კაცო. თავიდან რომ გაეთვალეს ნატოს ისა ჩამოწიება და ეს თავიდან რომ გაეთვალისწინებიათ ახლა ეს მოთხოვნები და ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რომ ითხოვდა ოფიციალურ დოკუმენტს რომ მოდი დავდოთ ოფიციალურ დოკუმენტს, რადგან მე თქვენ აღარ გენდობით, იმიტომ რომ დობით ფაქტორით დაკარგული იყო დათქმა თავის ძროზე, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ნატო არ უნდა გაფართოებულიყო, მაგრამ გაფართოვდა ნატო ხო და მოადგა უკვე ნელ-ნელა. საზღვარს მოადგა პირდაპირ. ამიტომ ეს ადამიანი ეუნებოდა, მე საფრთხეს ვხედავ უკვე. აი თქვენი მხრიდან საფრთხეს ვხედავ მე და ფაქტი ასეც იყო ეს საფრთხეები ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და მათ შორის ინგლისი საკმაოდ სერიოზულად ამზადებდა უკრაინაში ამ რუსეთის საზღვართან ახლოს სამხედრო ბაზებს, აეროდრომებს, იმას ლუგარის ლაბორატორიებს. ეს იყო პირდაპირ აი მიახლოებული იყო რუსეთის საზღვართან. კი, ეგ ვიცით, მაგრამ ახლა ნახეთ ხდება ეს ხო ხედავდა ამას უკვე ყველაფერს რუსეთის პრეზიდენტი ხო და ეუბნებოდა ამას. მე კიდევ უკვე გაჟღერდა და ძალიან აქტიურ ფრაზაში გადავიდა უკრაინის ნატოში გაწევრიანება, ხო? კი. ჩათვალეთ რომ უკრაინა რო ნატოში გაწევრიანებულიყო, ხო? ეგ იქნებოდა რუსეთისთვის უზარმაზარი დარტყმა უკვე, რომ პიტა ხვიწი დაგიყენა. ვარი უთხრეს მე რომ ვერ გაერთიანდება. ხვიწი დაგიყენა რაკეტები, ხო პიტა ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა გინდა მე ვიყოთ, გინდა თქვენ იყოთ. ვიღაც მტერი ყავს და იმ მტერმა შენ მოპიტაპირებ ხარ, ესაგერ ხა ბინა იყიდოს, ან სახლი იყიდოს და იქიდან მე ახლოს მოვიდე შენ. მოუშვებ იმას შენ. ხო ეტყვი იმას ვინც ყიდის, ბიჭო ამას არ აყიდი, არ მიყიდო ამას, ეს მტერია ჩემი, გაიგე? ხო და ამას მოდმე კონფლიქტი მექნება, გაიგე და უფრო განვითარებადი კონფლიქტი მექნება, ხო? იგივე არის, ხო და ეს ადამიანი ეუბნებოდა იმათ, რომ დოკუმენტი გავაფორმოთ ხელშეკრულება, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებთ, უკრაინა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, ნეიტრალიტეტი იმიტომ იყო მისაღები რუსეთის იქნებოდა მისი უსაფრთხოების ქოლგა, ხო და არც ერთ შემთხვევაში მის უკვე იმ მიმართულებიდან საფრთხეები აღარ იქნებოდა. დღეს და დღეს აღარ, არა, სწორედ დღეს მიდიوار ახლა, ხო? იგივე მოთხოვნა აქვს დღესაც რუსეთს. იგივე მოთხოვნა აქვს, მას მოთხოვნები არ შეუძლია. არა, მაგრამ ახლა ტერიტორიული პრეტენზიებიც აქვს, აიღო. კი ბატონო, უკვე მორჩა. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? რუსეთმა რო ეხლა დათმოს ის აღებული ტერიტორიები. რუსეთმა რო ვარი თქვას ყირიმზე.
არა, ყირიმის გარდა იქ ძალიან დიდი ტერიტორია სხვაც. კი ბატონო, აღმოსავლეთ უკრაინის 70% უჭირავს მას. ეგრე მთელი ეს უკვე სიმდიდრეები. ზღვისპირეთი, შავი ზღვისპირეთი. რა თქმა უნდა, შავი ზღვისპირეთი და თითქმის ოდესეს პორტსაც მაგია კონტროლებს რა. მაგია კონტროლებს ბოდიში. აი ამაზე რომ პუტინმა ვარი თქვას. თქვენ როგორ ფიქრობთ? უამრავი რუსი სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა სწორედ 2022-დან წლიდან დღემდე. აპატიებს ვინმე მაგას? თვითონ რუსი მოსახლეობა აპატიებს, არ აპატიებს. ხო, ეს ძალიან გაგადის მან. ეს ძალიან გაგადის. ამიტომ ის ეუბნება იგივეს ეხლაც, გაიგე? იგივეს ეუბნება, რომ მე ეს მაქვს თქვენთან წინ მიმართებაში, ხო? ეხლა ზელენსკი, რაც შეეხება ზელენსკის საკეთი გამოსავალი. მაგრამ არც ისეთი გამოსავალი აღარ აქვს. ყველა ვარიანტში კიდე მშვიდობიანი შეთანხმება მოხდეს და არ მოხდეს. ამაზე არ დათანხმდება ევროკავშირი, რადგან იციან რომ ევროკავშირმა შემდგომ ისინი არიან არ დათანხმდება ამაზე. ამიტომ იქნება ეს მუდმივად შეუთანხმებლობა. კი, ბატონო, ამერიკის შეერთებული არ დამთავრდება ეს ომი, მე ვფიქრობ, რომ ამ შეთანხმებას თვითონ ევროკავშირი არ დათანხმდება, ინგლისი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შეთანხმებები ჩაიშალოს. საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს, რომ არ მოხდეს შეთანხმება. არის ინიციატორი კი ამერიკის შეერთებული შტატები და სწორიც არის, რომ ის ამბობს, კაცო, ეხლა შეჩერდეს ეს ყველაფერი. და მე მოვილაპარაკო. მე დავიწყოთ ეს პროცესები. რუსეთი ამბობს, კი ბატონო, მე შევაჩერებ, მაგრამ შეაჩერეთ უკრაინაზე. მიწოდება ტექნიკის შეიარაღების საბრძოლო მასალის ყველაფერი აბსოლუტურად ის სამხედრო აღჭურვილობა რაც კი მათ ესე იგი მოდის ევროპიდან და რაც კი მოდის ამერიკის შეერთებულ ეს შეაჩერეთ ყველაფერი აბსოლუტურად თქვენი. იმიტომ რომ აი ამ დროში მე ერთხელ მომატყუილეთ, ხო? მინსკის ფორმატზე მომატყუილეთ და თავად აღიარეს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა, რომ ჩვენ მინსკის ფორმატი სატყვარა იყო და დროს წელავდით, ხო? მე თურქეთის ისა რა ქვია ფორმატიც მოატყუილეს. გააყვანიეს ვინდა ბუჩიდან, ირპენიდან ჯარები გააყვანიეს, თითქმის უკვე შესული იყვნენ კიევში, ხო? ჯარები გააყვანიეს და მე უკვე ჩამევიდა ეს ისა რა ქვია ბორის ჯონსონი და ყველაფერი თავდაღირა დააყენა, ხო? და არაფერი, ხო? ეხლა რა გარანტიები მაქვს მე რომ თქვენ ეხლა ამ მომენტში, ამ პროცესში, როდესაც ჩვენ რაღაც გარკვეული შვალეთს ავიღებთ თესტის შეწყვეტას დაკავშირებით, რომ თქვენ დაიწყებთ ასეც არის გადამზადებას და დროს გამოიყენებთ იმისთვის, რომ დროს მოიგებთ, რომ თქვენ გადაამზადოთ, თქვენ აღჭუროთ, თქვენ საბრძოლო ქვედანაყოფ, თქვენი ბრიგადები, თქვენი საბრძოლო ქვედანაყოფები და შესაბამისად შემდგომ დაიწყოთ სამხედრო კონჩეტებით ოპერაციები, ხო? ასეც იქნება ეს, ასეც არის. ეს არის და ამას ხედავს რუსეთი კარგად და ამიტომ არენდობა რუსეთი, არანაირ აბსოლუტურად მას რუსეთია სანდო. არა, ნუ ეხლა მე კიდევ გეუბნებით, ხო, ის უპირატესობაშია უკვე. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ასეთ პოზიციაში არის, ის ყოველთვის უკვე დააყენებს თავის მოთხოვნებს და რუსეთი რო წამგებიანი პოზიციაში იყოს, ეს სხვა საკითხი არის უკვე. ნახეთ ეხლა, ხო, რა მოხდა უკვე კურსკი თავისუფლეს, ხო, თავიდან ბოლომდე დამთავრებული საკითხია. კურსი აი ესეთი ამ ოპერაციებს, ხო, თვით ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს, ევროპის გენერალიტეტი გეგმოდა, ხო, ყველაფერს. სადაზვერვო მონაცემები, ხო, მთელი იმიდან ნატოს სადაზვერვო მონაცემები ფინადობაში. ის კურსკის ოპერაცია რო დაგეგმეს, ხო, რა არიწოდენ ამერიკელებმა და არიწოდენ ნატოს გენერალიტეტმა, იმათმა დაგეგმეს ეს კურსკის ოპერაცია და მე რო გამოვიდნენ და ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, თვითონ ზელენსკიმ გააკეთა თვითნებურად, ხო. ტყუილია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ ამაღად გარეშე, ხო, ერთი ჯარისკაცის ვერ გადაადგილდება. ერთი ჯარისკაცის მithumetes სპუტნიკით აკონტროლებენ ყველაფერს, ხო? სპუტნიკის მონაცემებით ხდება მთელი ეს ოპერაციების ესა დაგეგმა და მთელი ეს მიმართულებები და გადაადგილებები და ასე და ამას საერთმედის ჩანს ყველა. ხო, აბა ამას ამერიკელები აწვდიან, ხო? ახლა კურსკში ჩახოცეს ყველაზე მობილიზებული, მომზადებული საფრანგეთის და გერმანიაში მომზადებული სამხედრო კონტინგენტი, უკრაინელი სამხედრო კონტინგენტები, ის იყო მართლაც ელიტარული ბრიგადები, რომელიც ჩახოცეს იქ. არანაირი შედეგი ვერ დაიდო, ხო? კი, შვები იყო რუსეთის მხრიდანაც, მაგრამ ეს რუსეთს არ ეთყობა რა. ეს მითაშია სა. ხო, იმ ხელა ტერიტორია. ხო, არ ეთყობა. მე კიდევ არის, იცი, ეხლა ნებისმიერი ნორმალური სამხედრო მოწყობილობაში მე როდესაც ხედავს ასეთ მდგომარეობაში, ხო? ხედა უკვე რომ შენ ფაქტიურად გაწირული ხარ რა. იმიტომ ხომ გაწირული რომ ეხლა ერთი კაცი 10 კაცს არ იჭხობებ.
ხო ვერ იჭხუბებ. იგივე მდგომარეობაში ახლა იგი გარდა ხალხთა რაოდენობისა ტექნიკა შეიარაღება საბრძოლო მთელი ლოჯისტიკა გაათმაგებული აქვს და უპირატესობაში არის უკრაინელებთან და როგორ უნდა მოიგონ მათმა რომელიმე მიმართულებით რაიმე ტიპის სამხედრო ოპერაცია და ან რაღაც ტიპის სამხედრო გარღვევები გააკეთონ ხო ვერ გააკეთენ მაგრამ ამათ ესენი მიდიან როგორ ჩანს უკვე ევროპელები ამას ხედავენ ძალიან კარგად რომ თუ რუსეთი მთლიანად აიღებს უკრაინის ტერიტორიას ხელში ხო მას უკვე პოლონეთს კარგი დღე არ დაადგება ხო არ დაადგება იმიტომ რომ ინიციატორები არიან სულ და მაგენი იმისა რომ ეს ასწრება უკრაინაში და რა მიმართულებების რა ესე იგი პროცესებში განვითარდა მაგენი არიან მთელი თავი შემოქმედები ხო ეხლა ზელენსკიმ კარგად იცის რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდეს მაინც განწერული არის ხო ეხლა ინგლისიც ცდილობს მაგის იმას ევაკუაციას და შეფუთვას მაგრამ ინგლისმა ვინ შეიფარა ბოლოს რაღაც პერიოდი მერე ის დამთავრებულ საკითხი არის ყველა მოკლეს იქ ხო ამიტომ ზელენსკის განაჩენი გამოტანილი არის გინდა არ გინდა როგორც საგარეო იმ ფაქტორიდან გამომდინარე ასე შიდა წარმოქმნილ და რას უნდა ველოდოთ მაშინ? იმას უნდა ველოდოთ რომ მე ვფიქრობ, აი მე რა ასას გეუბნებით ხა? აი დასკვნის სახით რა შეიძლება? მე ვფიქრობ რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს თავის ესე იგი სამხედრო აგრძელებს კიდევაც და ყოველდღიურად ახალ სოფლებს იკავებს, ახალ იმას რომ ვიტყვი რაიონებს და ქალაქებს იკავებს. რით ვერ მიაღწია მაშინ კიევამდე? დიდია კაცო. დიდია 1200 კილომეტრიანი ფრონტის ხაზია გაშლილი ხო დიდია ეხლა რით რამდენი ხანი რატომ უნდა კურსკის განთავისუფლებას ეგრეც არ არის ახლა მოდი ვთქვათ რა უკრაინელებს არიან დახვეწილი ომში ეგრე იციან უბრალოდ რაოდენობა არ ყოფდით მათ და უბრალოდ შესაბამისი აღჭურვილობა რა აქვს და რაც თავარი არის მთელ საჰაერო სივრცეს გამეფებულია რუსეთი და თავარი ჰაერი არის საჰაერო სივრცე და თავარი მათი ესე იგი ეს რომ ვიტყვი საჰაერო დაცვის სისტემები არ აქვს უკრაინელებს და ვერ ახდენენ ვერც დრონების, ვერც მოიერიშების, ვერც ბომბდამშენების რომ ვიტყვი განადგურებას და ამის უპირატესობა ყველა მიმართულებით არიან რუსები უპირატესობაში. ეს კორეელები რო დაიხმარეს რუსებმა. არაფერი კორეელებს მათ დიდი როლი არ უთამაშნიათ ეს რაღაც არა ხო იყო მაგრამ რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეთანხმება იყო და ძირითადად ახლა კურსკის მიმართულებით თვითონ ახმადის ბრიგადას მიყავდა ვიტყვი მიმართულებებით ეს მთელი ეს საომარი მოქმედებების სცენარი იყო და მთელი ეს თეატრი იყო ახმადის ბრიგადების მხრიდან კაიგე და იქ ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო უკვე და ძალიან ბევრმა უკვე არათუ უკან გამოიქცენ არამედ პირდაპირ ჩადგნენ და წინა ხაზი დაადგინა დაიწყეს ბრძოლა ხო ამან ეხლა ესეც არ არის კაცო რომ შენ მოდიხარ და გასაგებია იქ აი მიმართულებით სხვა სიტუაცია არის აქეთ სხვა სიტუაცია არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა გათვლებიც ჰქონდათ უკრაინელებს არათუ უკრაინელებს არამედ ამერიკელებს ევროპელებს და თვითონ ნატოს გენერალიტეტს რომ მათ სურდათ რომ ძალის გამოფიტვა დაუშვათ ლუგანსკი დონეცკის მიმართულებით ხო შეესუსტებინათ რუსული მხარე ეს არ გამოუვიდათ არ გამოვიდათ, იმიტომ რომ მათმა იფიქრეს თუ კი ისინი აი როგორც ახლა საქართველოში უნდათ მათ გაეხსნათ მეორე ფრონტი და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფუძველზე მოასუსტებდნენ დაუშვათ სტილივეთ მხარეს ხო? რას მოასუსტებ გასო ერთ ლუყმად არ ვეყოფით. არა რას გევარა მე რას გევარი თვითონ ისინი უკრაინაში. ხო ის და ძალით გადმოისვირდნენ აქეთ და ამიტომ ახლა ესეთი ის ქონდათ მათ გეგმაში რომ შემდგომ ისინი გამოიყენებენ აი ამ მომზადებულ ბრიგადებს რომელიც მომზადდა იმაში საფრანგეთში და რომელიც მომზადდა გერმანიაში და ინგლისში და ჩაატარებდნენ სამხედრო კონჩიტებით ოპერაციას რომელიმე მიმართულებით გარღვევას გააკეთებდნენ ან დონეცკის ან ლუგანსკის მიმართულებით და ან და ხერსონის მიმართულებით ხო გარღვევას რომ გააკეთებთ უკვე ფრონტის ხაზი მოშლილი არის ხო აი ეს იყო მაგათი ჩანაფიქრი და აქ არ გამოვიდათ საქართველოში და ადგენდა და მე დაგეგმეს კურსკის მიმართულება. ეგ უნდათ რომ კურსკის მიმართულებით თუ ისინი რაღაც გარკვეულ გარღვევებს და მიმართულებებს აიღებდნენ და ხელში ჩაიგდებდნენ ქალაქებს, ამით რაღაცა ამ შემთხვევაში რუსები მოხსნიდნენ ამ დონეცკი, ლუგანსკის მიმართულებით. მაგრამ არ მოხსნეს. არ მოხსნეს, მეტყვი რომ მათ რეზერვი ყავდათ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ახალწულები არ ყავთ გაყვანილი საერთოდ საავარო მოქმედებებს მაშინ. ის ძირითადად სამხედრო ძირითადად არის კონტრაქტი არის, ხო, კონტრაქტი
პოეტებზე არიან ძირითადად და ესენი არიან და ეს ახალწლოვანები საერთოდ არ აყავთ გაყვანილი იქ და აბსოლუტურად აღებულობენ სავარაუდოდ ნაწილობას და არის კიდევ ძირითადად მოხალისეები. მოკლედ რო ვთქვათ, ჯერჯერობით ამას საშველი არ დაადგება და დასასრული არ უჩანს. არა, ნუ ახლა საშველი დაადგება როდესღაც მაგას. არა, ოდესღაც კი, მაგრამ აი ახლა რო აქტიურობს ტრამპი და ის რო მალე დავამთავრებ ამ ომსო, ეგრე არ იქნება. არა მგონია, არა მგონია. რო საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეუძლია ჩვენ აი ამ ვითარებასთან დაკავშირებით. არა მგონია ბატონო გუბას, რომ რაიმეს ტიპის და რაიმეს სახის დათომაზე წავიდოს რუსეთი და ვარი თქვას იმ ლუკმაზე, რომელიც ლუკმას მას ხელში აქვს ჩაგდებული. რა თქმა უნდა. ამას არ გამორიცხავდა. სამწუხაროდ ასია, ნახოთ რა იქნება. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მომზანებისთვის. საკმაოდ საინტერესო საუბარი გქონდა და ეს საკითხები გავაშუქეთ, რაც საერთოდ სხვაგან არ შუქდება ასე დეტალურად და ასე საინტერესოდ და ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება დღევანდელი ჩვენი გადაცემით. მადლობთ მოწვევისათვის. კარგად გზანდებოდეთ. მადლობა მომავალ შეხვედრამდე.